ეს ნახე რა მაგარი რაღაცაა. Ნუხის სწორაზე ჯერ არაფერს არ ვიძახით, მაგრამ წინაზე ერთი ძლივს გააკეთა. უკვე წინსვლა არის. შეიშვენი, არა, იოჩილები შეფარებული. ანუ რაც უფრო ფართები გვაქვს ხელები, ის უფრო რთული. მაგრამ მეტია დაფიქრა რა. რაც უფრო ახლოს გვაქვს, ის უფრო მარტივია და დაფიქროთ, ვიდრე ძლიერი არ არის. აკეთებ კიდე ასე, ანუ ბიცეპსზე არის რა, ანუ დაფიქრა, მაგრამ იმდენად არ არის, მაგრამ მაინც უძე მეტის ძირითადი დაფიქრა. ამიტომ უნდა ავიღოთ საშუალო, დაახლოებით აი ასე, აჯიმაკის როგორ ასე, ანუ ვასწავლებ და ხერებს ასე რა. დააკვირდი. მაგრამ ეს ექენი შეიძლება, ისე არის. და შეძლებ მე აი ეს რაღაც გააკეთე, იცადე რომ და შეიძლება იქან გაჩერდე თავი ამის მაგ. ბოლო რა მოჩმული და რა ჩადი აი დაახლოებით ხო აი დაიჭირება და გაჩერდა. რამდენ ხანს გაგა. დავიდა. აი, შევიშვენე. ძიმია, მორჯი კაცის ხორება. ხინკალი თავები. ძლიერი მამაკაცის ადგილზე უძლალია. არა უშავს, ჯერჯერობით ასეა. 6 თვეში აზროვნება შეეცვლება, თვითონაც შეიცვლება. მithumetes წინსვლა გვაქვს. სახეა გადასარევი. მე უარესი სახე არ ვქონა ბოლოს, არ გახსოვს ოპერატორო. უი, როგორ წყუროდა ადამიანს თურმე, ჩვენ კიდე ვაწვალებთ. შევახვართ.
ანუ წყლის დალევის შემთხვევაშიც არ უნდა ვიჩქაროთ, ეგრევე არ უნდა მივაყაროთ, როგორც საკვებზე ნებისმიერ რაღაცაზე, ანუ ეგრევე ერთიანად არ უნდა მივაყაროთ. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ როდესაც სიტყვაზე დაღლილი ხარ და ეგრევე მიდიხარ და ჭამ და ზოგს გონიო, რახან დაისვენე და შეჭამ არ გასუფრდები და თუ არ დაისვენე და ეგრევე შეჭამ გასუფრდები დიდი სისულელე არა. ანუ უბრალოდ უნდა დააცადო ორგანიზმს, რომ ათვისება იყოს უკეთესი. ანუ და ჩავედით ამ შემთხვევაში ბოლომდე რა, უბრალოდ არ დაიწყო. ხო, ანუ ეგრე ბოლომდე არა. ბოლომდე არა. აი ეს. Bora. Ai, machine ხელები გავა. აზიდვა, სიმძიმე, ანუ მეორე ადამიანის დახმარებით, რახან სიმძიმე აწვება, ადამიანს უჭირს, რახან უჭირს, კუნთი უფრო იკუმშება, რახან უფრო იკუმშება, ესე იგი უფრო იზრდება. მაგრამ ცილას თუ არ შეჭამთ და ანუ არ დაიცავთ, ხო? რაციონს ისე როგორც საჭიროა. არც არაფერი არ გაიზრდება. არც ის, ხო, არაფერი არ გაიზრდება. ანუ 15-10 არის ძალიან მარტივი. ბავშვის დონეა რა. ეხლა რასაც ვაკეთებთ, ეს უკვე მთლად ბავშვის დონე არ არის. ანუ 20 10-ზეა, 20 წამი ვარჯიშობს და 10 წამი ისვენებს და 4 მისვლა. ეს არ არის მარტივი, მიუხედავად იმისა, რომ მარტივ მოძრაობებს აკეთებთ. წავიდა. Stop, ვისვენებ. ეს არის ბოლო. დავიდა. ანუ რას ვიზახდით, რომ კარდიო არ არის მარტო ცხიმის წვა, კარდიო ასევე არის ამ ძლეობისთვის ძალიან მაგარი. გავაკეთეთ დაახლოებით იგივე, რაც იყო წინაზე, ოღონდ უფრო მეტი რაოდენობით და სანამ შევხვდებოდით, თვითონაც აკეთებდა რაღაცეებს, ყვებასაც იცავდა და უკვე ჩანს, რომ რაღაცა წინსვლა გვაქვს. თავზე დაგვაწვიმა მოკლედ, სადა, შენ რას ფიქრობ, როგორ გძნობ, წინსვლა არის? კი, წინსვლა არის, რეალურად არის, იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტი შემიძლია ეხაც ვგზნობ და ეს ვიდეოები მაშინ გეხმარება, რომ შევადაროთ უნდა წინა ვიდეოები რომ ვნახო, რომ რამდენად მიჭირდა რაღაც გაკეთება და ეხლა რამდენად მეც ვაკეთებ და უფრო ვიმახსოვრებ შეთანხმებას და რეალურად ეს პროგრესი რო გრძნობ, უფრო და უფრო მეტ მოტივაციას მიჩენს, რომ ვიცი რომ შემდეგზე კიდევ უფრო მეტ პროგრესი იქნება და სადღაც მივალთ იმ წერტილამდე, როდესაც იმ მიზანს მივახცევთ, რაც შევდავთ. ძალიან კაი, მოკლედ წავედით ეხლა თორე დაგვაწვინა თავზე რა, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.